დავიწყეთ. ელამშვიდობის მეგობრებო, აქ არის ზუსტად არის 9 საათი ხდება, არ ვიცი თუ ხედავთ. წუხელ გვიან დავწექი მუშაობდი. ამარო მოვასწრო და ეხლა ავდექი და მაგრად მეძინება. ჯიმში წავალ. გუშინ ეს ვიყიდე, ელჩინი მაქვს ერთი ცალი. ეს იგივე ინჯი არის და უნდა მოიხარშო. ეხლა მაგის მოხარშო თავი არ მაქვს სიმართლე გითხრათ. მაგავიდე მე მოვუდი და შევჭამა წავიდე. მგონი მაგას მოხარშავ. და ეხლა აქ უნდა ჩავყაროთ 230 გრამი ხრაშუნა. უცვლობით ბევრია და მაგიტო ვიყიდე ბრინჯის ფქვილი და რა რაც ხდა. აქ არის 9 კილო. დღეში ვჭამ 9-ზე მეტ, იმიტომ 230 გრამი ეხლა და 130 გრამი ვარჯიშის მერე. ანუ გამომდის 360 გრამი დღეში. ანუ თვითონ ბრინჯიც იგივე გამოდის, მაგრამ კრემს რო ვყიდულობ, უფრო ნაკლები მოცულობა აქვს და მაგიტომ მირჩევნია ხოლმე რომ თან მალე მოინელებს ორგანიზმი. მაგრამ არ მაქვს ცირაც პროტეინიც აღარ მაქვს დარჩენილი მაქვს, უნდა გამოვიწერო და ისე დაემთხვა რომ ფაზაკლეები არსად აღარ არის ეხლა და ველოდები და როგორ დაიკლებს პროდუქტებზე ფასი. ეხლა აქ ვასხავ 9 ლიტრს. მე ეს მიწერია 300 გრამი დილით და 200 გრამი საღამოთი, მაგრამ ეს ხრაშუნა რო ბევრი არის, 300 გრამი რო ჩავასხავ, ძალიან მშრალი გამოდის და მშრალს ვერ ვიტან. მაგრამ წარმოიდგინეთ 200 გრამი რო ჩავასხავ ბრინჯში, ან ფქვილი რო გავაკეთე, ზედმეტი წყალი გამოდის, მაგრამ აქ არ არის მასე. აი ძალიან მეძინება მინა. ხმაც კი შეცვლილი მაქვს, ღებს გვაქვს ხელები. იმედია გავაუმჯობესებ ხელებს, გუშინ ვერ გავაუმჯობესეთ მკერდი, მაგრამ იგივე წონებით გავაკეთეთ. დამაგვიანდა სიმართლე გითხრათ, დიეტებს ვაკეთებდი ახლა, უნდა მეჭამა 12 საათზე. დავხედე საათი გამეკპარა დრო. როგორ დიეტებს ვაკეთებ? ყველაფერი იწერება. კი ამა შევასწორე სენა, შევასწორე სიმართლე გითხრათ. ქვევით დარჩენილი მაქვს. ამთავრე და მორჩი უკვე. ჩემი ფაფაც გავაკეთე. ჩანს კარგად ჩანს, შევჭამ გავაგზავნებ მუშაობას, ვავდექი, დიეტებს ვწერ, ვარჯიშებს და მე განახოთ როგორ რანაირად ვხსნი ვარჯიშებს. ახლა შევჭამ და უნდა წავედ დღეს ხელები უნდა გავაკეთოთ. დაფეხების გამოძრაობა მინდა დაფუჟებული ვარ. აქ მივდივართ ახლა. დამაგვიან რაღაცები უნდა გადამეღო მე ჩვენებინა. კიდევ და დამაგვიან და გამოვიქეცი გიჟვით დაღლილი ვარ უკვე. ჯიმში მოვედი გამახსნა ხოლმე ჩამეწერა. ცოტა გადარბენა მომივიდა, მაგრამ არა უშავს. ახლა მივარ თალხი მე არ იქნება, კარგად კარგ დროს მოვდივართ 2 საათი არის. 3:30 დავიწყებთ ვარჯიშს, იმიტომ რომ სანამ მივარ გამოვიცვლი, გავხურდები და ასე შემდეგ. იმედია გუშინდელივით ხალხი არ მოაწყდება. კარგად ვარჯიშებ. შიგნით შევედი გამოვიცვლი და დავიწყეთ ვარჯიშს. ცოტა ხანი ველი 15 წუთი, მე ძალიან დამეგვიანდება. მე უნდა ბევრი ვიარო უფრო, ანუ დღეს სახელან არ გამოსვლორ სიმართლე გითხრათ. 15 წუთი ველი და მე 15 წუთი კიდევ ველი წასვლის წინ გამომივიდეს ნაბიჯები. ცოტა ხანი ვიდეოებს მოგუსვენ, როცა გავიმაღლო და გავაგრძელებ მე ვარჯიშს. ხალხი არ არის ეხლა წამს, 7-8 კაცი იქნება დაახლოებით, მაგრამ ეს ხალხი არ არის თელ ჯიმში. მედია, ამ საათზე არ მოვლენ, ბავშვები და არ გაიჭედება ეს ჯიმი. ნახოთ. ეს რეპეტიცია მომადეთ. ახლა აქ მაქვს ეს და 2 სერია მაქვს. დაბლა, კადელა, თეძო და 2 სერია აქ მაქვს და გადავდივართ მე ტრისეპსზე.
სახში მოვით 6 საათია უკვე. საჭმელი ვჭამო, ეხლა მაგ დარჩენილი მაქვს 460 გრამი ბრინჯი, დარჩენილი მაქვს სალათი და 280 ქათმის ფილე. ეხლა არ ვიცი როგორ შევჭამო, ძალიან მიგვიანდება ეს. თითქმის რაც პირველი გავაკეთე, მეორე ჭამა შევჭამე პირველ საათზე, ლამის 2.5-ზე, თუ რამის 2.5, ლამი ანუ 2.5 შევჭამე მაქსიმუმ და 6 საათზე მიჭებს ჭამა. წესით მე უნდა მეჭამა 4 საათზე და ნაკლებს შევჭამდი, 6 საათი შევჭამდი ნაკლებს და მე შევჭამდი, უნდა შემეჭამა 9:10 საჭმელი, მაგრამ დამაგვიანდა და დამიგროვდა საჭმელი. ეხლა მაქვს საჭმელი 460 გრამი, ბრინჯი და სალათი. ამ შემთხვევაში 460 გრამს არ ვიცი ამდენად შევჭამ, მაგრამ უნდა შევჭამო რომ კალორიები შევასრულოთ, მაგიტომ ანას მე დავაძამოვანტებ, ეს უნდა ვჭამო 270 გრამი ხილი, ნებისმიერი ხილი, ამ შემთხვევაში ანანას ვჭამ 260 გრამს. 10 გრამი ზეითუნის ზეთი ყოველთვის, კურკუმა და ამას შევჭამ ეხლა, აქ მაქვს 4 ჭამა, ანუ 2 დღის, ამასაც შევჭამ მე 260 გრამს და დავიჯდები ისე კომპიუტერთან უნდა დავიწყო მუშაობა. რაღაცას ფიქრობდი დღეს, ანუ არ ვიცი რომელ ვიდეოებში გავაკეთებ, მაგრამ მინდა გასწავლოთ დიეტები როგორ გააკეთოთ. თქვენ თვითონვე გამოიანგაროთ რამდენი კალორია გჭირდებათ თქვენ და რამდენი კალორია მიიღოთ, ან დაკლებათ თუ გინდათ თუ მომაწევათ თუ გინდათ. ჯერ ამას არ ვიცი რომელ ვიდეოებში გავაკეთებ, ამიტომ გამოიწერეთ ჩემი გვერდი რომ ანუ ისწავლოთ სწორი დიეტა, კალორიების გამოანგარიშება. არ ვიცი რომელ ვიდეოში ანუ ერთ ვიდეო მინდა რომ მარტო აგიხსნათ როგორ ვაკეთებ დიეტას და თქვენ როგორ გააკეთოთ დიეტა ისე რომ პრობლემა არ შეიქმნათ თქვენ თვითონვე გაუკეთოთ თქვენ თავს დიეტა და არანაირი თვითონვე არ დაგჭირდეთ. რა თქმა უნდა თვითონვე უფრო გიადვილებთ ვარჯიშს და ანუ დიეტას ყველაფერს უფრო მეტი ინფორმაცია ხდება თქვენ მე უნდა მოიპოვოთ ინფორმაცია კალორიები თვითონ საჭმელის რამდენი კალორიები აქვს მაგრამ თქვენ უბრალოდ შეგიძლიათ რომ მე გაგიხსნით რა ფორმულით გამოიყვანოთ თქვენთვის კალორიები რომ თქვენ გააკეთოთ დიეტა.
რა თქმა უნდა, მე ინფორმაცია კიდე უნდა მოიძიოთ თქვენ რა საქმეს ჩართათ იმ კალორიებში, ჩართავთ ბრინჯს ან კარტოფილს ან სხვა რაიმე სალატს რაღაცას კალორიები თქვენ უნდა მოიპოვოთ, მაგრამ რაც მნიშვნელოვანია ის რომ გაიგოთ რამდენი კალორია გჭირდებათ რომ მოიმატოთ ან დაიკროს წონაში, მაგას მე აგიხსნით ამ ვიდეოებში, არ ვიცი რომელიმე ვიდეოში, მაგიტო გამოიწერეთ გვერდი და მზად იყავით დიეტის სასწავლებლად. არც ისე რთული არის, მაგრამ არც ისე მარტივია. დავიწყეთ ლაპარაკი, დავიწყეთ. საჭმელი ახლა მაშინ ვჭამო, დამავიწყდა წეღან. კომპიუტერში რო ვიყავი, ხორცი შევდგი, ტომატი დავასხი ამას. ახლა მას შევჭამე 1 საათი უნდა ვიყო მაინც, ვერ დავწვევი 2 საათი, სანამ არ მოვინერებ ნორმალურად. ეს არის ჩემი დიეტა. დღეში ვჭამ 4500 კალორიას. ორი დიეტა მაქვს, როცა ვარჯიშობ და როცა არ ვარჯიშობ. იგივეს ვაკეთებ, როცა ვარჯიშობ, ნაბიჯები უნდა გავიარო 6-დან 8000-მდე. და როცა არ ვარჯიშობ, ავდივარ იგივე ნაბიჯს, მაგრამ ვჭამ ნაკლებს. როცა არ ვარჯიშობ, ვჭამ 3500 კალორიას. ძალიან ბევრი არის, ზოგისთვის ძალიან ბევრი არის, ზოგისთვის ძალიან ცოტა არის. მოსწავლე მყავს და 2400 კალორიას ჭამს სასახტომად და ვერ ჭამს, უჭირს. მე ახლა დავჯდები, შევჭამე, ახლა დავისვენებ, ძალიან დაღლილი ვარ და ამიკომენტარეთ, როგორ გირჩევნიათ, რომ აგიხსნათ, ყובה როგორ გააკეთოთ, ცალკე ვიდეოები გირჩევნიათ თუ ვიდეოებში რო ვილაპარაკო ხოლმე ცოტა რო ესე აგიხსნათ, ანუ იგივე მასშტაბით აგიხსნით, უბრალოდ ვიდეოებში სწრაფად იქნება. გამოიწერეთ გვერდი და მომავალ შეხვედრამდე. ჩაო.